მოკლედ ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა მონასტერში და მას დაავალეს ასეთი მორჩილება. მონასტერში ყველა სხვადასხვა მორჩილებას ასრულებს, ანუ ყველა სხვადასხვა საქმიანობა. ამას დაავალეს წიგნების გადაწერა. ანუ ეხლა რომ არსებობს ქსეროასლი, არსებობს პრინტერი და კომპიუტერში დაბეჭდავდა რაღაცა, ადრე ეს საბეჭდი მანქანები არ არსებობდა. და წიგნებს ხელით აი გინდა რომ 10 წიგნი, ერთი წიგნი გაქვს დაუშვა და 10 გინდა რომ კონდეს. ის 9 ჯერ ვიღაცამ უნდა გადაწეროს ხელით. წარმოიდგინეთ ჩვენი წინაპრები რა შრომას ეწეოდნენ. დღეს რო შეგიძლია რომ ესე იგი კომპიუტერი ჩართო და პრინტერთან დააკავშირო და ჩაწერო იქ უბრალოდ ციფრი 10-იანი და დაკრა ენტერს და 10 ასლი ამოვიდეს, ეგრე კი არ იყო, ეგრე მარტივად. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ რომ ხელით ლამაზად თითოეულ ასოს ეფერებოდნენ. წარმოიდგინეთ, აი თითოეულ ასო ისე ლამაზად იყო გამოყვანილი და ეს ძალიან დიდი შრომა. ეს შრომა რო არ ყოფილიყო, ჩვენამდე წიგნები ვერც მოვიდოდა. და მივიდა ეს ახალგაზრდა კაცი და მას დაევალა მონასტერში წიგნების გადაწერა. და მონასტრის წინამძღვარი დიდ დროს უთმობდა ხოლმე ამ ახალგაზრდასთან საუბარში და სხვებს შურდათ. რატო არის ისეო, რომ მაგას უფრო დიდხანს ელაპარაკებოდა, ჩვენ არაო და ერთხელ სტუმრები მოვიდნენ ამ მონასტერს და მათაც დაინტერესდათ რატოა ესე, რომ სხვები ესეთი განწყობით არიან, რომ თქვენ უფრო მეტად ის გიყვართ. და წამოდიო, წაიყვანა. მიიყვანა ერთ სენაკთან. დაუკაკუნა ამ წინამძღვარმა კარზე და უთხრა: "ძმაო, მჭირდებიო, იქნებ გამოხვიდეო." და იქიდან უთხრა: "ერთი წუთითო და ეხლავე გამოვალო, ფსალმუნებს ვამბობო და მორჩებიო და ეხლავე გამოვალო." მორჩა და გამოვიდა. მერე მეორესთან მივიდა, ამასაც დაუკაკუნა. ანუ იმას არ უნდოდა რომ შუაში გაეწყვიტა და მერე გამოვალო თქვა. მეორესთან მივიდა, უთხრა: "ძმაო, მჭირდები, გამოდიო." და ის სკვნილს აკეთებდა, წნავდა, რაზეც მერე ლოცულობენ ხოლმე. და არ უნდოდა რომ შუაში გაეჩერებინა და ისიც ცოტა ხანში გამოვიდა. მერე გადამწერის კელიასთან მივიდა. და რო თქვა: "ძმაო, აღარ დააცადა იმან სიტყვა რომ მჭირდები და გამოდიო, უცბად კარები გაიღო." და გამოვიდა კარებიდან. მერე ეს წინამძღვარი შევიდა და რა აღმოაჩინეს? ეხლა წარმოიდგინე. ეს გადამწერი თურმე რაღაცას წერდა და აი ესე დაწყებული ჰქონდა ასო და გააჩერა. აი ხო შეიძლება ესე ბოლომდე მიეყვანა, რა არის ახლა ის რომ ბოლომდე მოხაზდა. მაგრამ შუაში გააჩერა. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ სიტყვა დაამთავრა, წინადადება დაამთავრა და ასოც კი არ დაამთავრა. და მაშინვე გამოვიდა, ანუ წინამძღვრის ძახილი გაიგო თუ არა, ყველაფერი გააჩერა და გამოვიდა. და აი წინამძღვარმა უთხრა: აი ამის გამო არისო, რომ ეს გადამწერი მიყვარს. და იმანუთ ერთ-ერთმა თქვა, რომ ამის გამო ჩვენც გვიყვარსო ის. და მესამემ დაამატა, რომ აი ამის გამოა, რომ ღმერთსაც უყვარს ეს გადამწერი. გესმით რაზე ელაპარაკე? ანუ ვიღაცა სჭირდები, აი ამ შემთხვევაში ახლა დედაზე რო ვლაპარაკობდი, შვილო, მოდი ეს გააკეთე გეუბნები. დე, ცოტაც და მოვა. აი მაშინ ამათ თემს გავსებ. რო იტყვი ეხლავე მოვალ, ეგ სხვა რამე. და თუ გინდა რომ უყვარდე ღმერთსაც და ადამიანებსაც, აი ამ გადამწერს უნდა დაემსგავსო. ეგ არის ადამიანის ღირსება. როცა იტყვი რომ ცოტაც და 10 წუთში მოვალ და 7 წუთში მოვალ, ეგ ნიშნავს რომ ჯერ შენ საქმეს ანიჭებ უპირატესობას. მოდი ჯერ ეს მორჩე და მერე შენთან მოვა. ეგ უკვე ახლა მონასტერში რა თქმა უნდა ეს მორჩილება მაღალ დონეზეა აყვანილი და მონასტერი მორჩილების გარეშე ვერ იქნება, მაგრამ ჩვენც რამდენადაც შეგვიძლია ამას უნდა მივბადოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.